გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ვიდეოში ჩვენ განვიხილეთ პროფირმები თუ რა წესები ქონდათ, როგორ შეგვეძლო რომ დაგვეთვალა ეს კონსისტენსი, როგორ მიგვება ჩვენს ტრეიდინგ view-ზე ტრეიდოვეიტის აკაუნთი, ხო? და დღეს ამ ვიდეოში მინდა ახსნა entry მოდელები. entry მოდელები არის ის მოდელები, რომელიც გვაძლევს ვაჭრობაში შესვლის საშუალებას, ან ერთწუთიანზე რასაც ვაჭრობთ ხოლმე, ხო? რადგან ჩვენ ვართ, swing ტრეიდერები ვართ უფრო, ან day ტრეიდერი, როგორც გინდათ ისე დაუძახით, ჩვენ ვაჭრობთ ერთწუთიანზე, ან დაბალ time frame-ზე ჩავდივართ და იქ ვაჭრობთ და ლოგიკურია, რომ high time frame-ზე შეიძლება, ან მაღალი დროის ჩარჩოში ანალიზი გავაკეთო, მაგრამ ერთწუთიანში, აი რანაირად შევიდე, მაგალითად რას უნდა უყურო, ხო, რომ აი იმ წერტილში ვიცი რომ ჩამოვიდა, მაგრამ როდის უნდა შევიდე, რა დრო არის, ანუ რას უნდა დაველოდო, ხო, რომ ვაჭრობაში რაღაცა პოზიციაში შევიდე უკვე, ხო? ხო და ამიტომ კითხვები და რაღაცეები რო არ გაგიჩნდეთ და თან უკვე რო შეგეძლოთ აი paper trading-ზე შესვლა, paper trading-ზე ან დემოზე რო შეხვიდეთ და ივაჭროთ, მაგალითად, აი როგორც აქ არის, ხო? ვირტუალური ფული შეხვალთ და ჩვეულებრივად ივაჭრებთ, აი რო დაინახოთ ხოლმე მაგალითად რაღაც თქვენ სასურველ ადგილში ჩამოვიდა და დაელოდებით იმ entry მოდელს, რასაც ახლა მივახსნი, რამოდენიმე entry მოდელი მაქვს შერჩეული, რაც უკვე ჩემი გატესტილია, არა მარტო ჩემი და თვითონ ICT კონცეფცია, ვინც გვასწავლა, იმ კაცის ახსნილებიც არის რამოდენიმე, ხო? დღეს ვაპირებ რომ ესენი გადავიღო, მოდი დრო რო არ გაგვეწელოს, ეს ვიდეო არ გაგვეწელოს, დავიწყებ უკვე ახსნას, ხო? პირველი მინდა ახსნა მე ICT-ის 2022-ის მოდელი, ანუ 2022, იმიტომ რომ 2022 წელს გამოუშვა ეგ ლექცია თუ რავი რა, mentorship-ი, რასაც ეძახიან. ძირითადად ხა ICT-ის 2022-ის entry მოდელი რას გვასწავლის, ხო? უნდა დააკმაყოფილოს 4 რაღაცა და ნახოთ ჯერ დავხაზავ უბრალოდ რა უნდა მოხდეს მარკეტზე, ხო? აი ეს ასე. მარკეტზე უნდა იყოს აღებული liquidity, ანუ ფული, ხო, როგორც ვიცით. ან მაგალითად swing low-ზე ჩვენ ვიცით რომ ფული გროვდება, ანუ აქ არის sell side ლიკვიდობა, მოვინიშნოთ. ანუ აქ გვაქვს ფული აიღო აი ამან, ხო? მოხდა liquidity sweep-ი. პირველი ჩამოვწეროთ liquidity sweep-ი. ხო? liquidity sweep-ის მერე ჩვენ გვინდა რომ ნახოთ აი ამ ადგილიდან ფეთქებადი დიდი იმპულსური მოძრაობა, ანუ displacement-ი. displacement-ი აი ამ ადგილში შეხედეთ, ლოგიკა ის არის რომ ფულს როდესაც მოხსნის ბაზარი, ხო? უკვე ეჩქარება რომ სხვაგან წავიდეს და ისე ფული აიღოს. და აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა რომ აი ეს მოძრაობა, უკვე აღმავალი მოძრაობა რაც იქნება, უკვე დიდი სანთლებით ვნახოთ. და ასევე მე გასწავლეთ რომ მარკეტის სტრუქტურის ცვლილებაზე თუ გახსოვთ, მარკეტის სტრუქტურის ცვლილება უნდა მოხდეს დიდი სანთლებით და არა აი აქ ამას არ უნდა გადაცდეს აქეთ ამხარე ვიქით, ხო? ანუ ჩრდილით, რავი, როგორც ეძახი. ანუ ვიქებით არ უნდა გადადიოდეს, უნდა ჩაიხუროს დიდი სანთლით, ხო? დიდი იმპულსური სანთლებით. ანუ მეორე ყოფილა displacement-ი, ესეთი აღმავალი მოძრაობა, მესამე არის მარკეტის სტრუქტურის ცვლილება, ანუ ეს სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, ხო? ანუ MSS-ი, market structure shift-ი და მეოთხე უკვე არის retracement-ი რა. retracement-ი აი აქ რომ მოხდება, აი ამ არეალში სადღაც, ხო, აქ უკვე თქვენ entry-ის საშუალება გაქვთ, აი აქ უკვე თქვენ უნდა იყოთ შესულები, ან მეოთხე მოდი დავაწეროთ მარკეტის სტრუქტურა და ის დავაწეროთ ბარემ ქვემოთ. ან მესამე ყოფილა MSS-ი, ან მარკეტის სტრუქტურის ცვლილება და მეოთხე არის retracement-ი.
ანუ პირველი ლიკვიდობას ვიღებთ, მეორე უკვე ვხედავთ displacement-ით გადადის სანთლები, ხო, უკვე და displacement-ი მეორეა, მესამე არის სტრუქტურის ცვლილება, ოღონდ სტრუქტურის ცვლილება უნდა იყოს რა ქვია, ანუ არ უნდა იყოს ვიქით სტრუქტურის ცვლილება, ხო? და მეოთხე ეტაპი არის უკვე აი ეს ქვემოთ დაღმავალი მოძრაობა, retracement. და ჩვენი შესვლის წერტილი უკვე ეს არის ხოლმე, აი აქ დაახლოებით რო ჩამოდის უკვე პოზიციას, აი აქ შევდივარ და stop loss ვაყენებთ აი ამის ძირში, ხო? და მოგება უკვე საათმე უკვე ზემოთ თქვენ თვითონ მაღალი time frame-ის ჩარჩოს შეარჩევთ, სადღაც აი მაგალითად აქ თუ იყო რაღაც buy side liquidity, ხო? აი იმას დაათარგეთებთ თქვენ რა, მთავარი აი 1-2-თან იყოს დაახლოებით იდეალური სავაჭრო სეტაპია რა. ეს არის ICT-ის 2022 წლის მოდელი რა. ეს არის ძალიან მარტივად ახსნილი, უბრალოდ ძალიან ბევრი იქნება ამ 2022-ზე სათქმელი. თვითონ ცალკე ვაპირებ რომ დეტალებში ჩავშალო მერე ოღონდ მთლიანი ეგ 2022 წლის მოდელი მგონი 53 ვიდეოა რაღაც 1 საათიანები და მაგების გადაღებასაც ვაპირებ, უბრალოდ თქვენთვის ვაკეთებ ამას, რომ აი იცოდეთ, მაინც შეხვიდეთ ხოლმე, რაღაცა ცდილობები გქონდეთ, რომ აი ეს რაღაც დავინახე და შევედი ან რაღაც გააკეთოთ, ოდნავ მაინც დაგეხმარებათ რა. ხო და კიდე ამ მოდელზე რაც უნდა მეთქვა, აი მხილად displacement-ის მოძრაობა რო აქვს ხოლმე, ხო და ზემოთ რო ფეთქება დადგინდის, აი აქ fair value gap-ს იტოვებს ხოლმე ამ ადგილებში, ან inversion-ს იტოვებს მეორე მხარეს ქვემოთ რო მოდის და რო ან inversion fair value gap-ს დააკვირდით ხოლმე, ან ამ თვითონ fair value gap-ს რაც აქ შეიქმნება, ხო? და იქ ჩამოსვლისას ეცადეთ ხოლმე რომ შეხვიდეთ, ხო? მოდი ახლა განვიხილოთ რა იმე მაგალითი უბრალოდ ამ 2022 წლის მოდელის რო კითხვები არ იყოს. რავი, აი აქ სადმე შევხედოთ ლამაზი, აბა ნახოთ. აი აქაც არის, ხო? აი აქ შეხედეთ მაგალითად აი ეს ავიღოთ. აი აქ ხედავთ, აი ამ ადგილას იყო აღმავალი ფასი, ხო? აი ასე ავიდა. მერე ჩამოდის ქვემოთ, დიდი სანთლით ჩამოვიდა, სტრუქტურა შეიცვალა, retracement-ი გააკეთა და ჩამოვარდა ქვემოთ ფასი, ხო? აი ახლა ნახეთ რას დააკვირდით, ყველაფერი მოხდა ბაზარზე, აი რაც გვინდოდა და შეხედეთ როგორ რა. ლიკვიდობას ოღონდ მაღალი დროის ჩარჩოში დააკვირდით ხოლმე, ან ლიკვიდობა უნდა იყოს რაღაც, რავი, 1 საათიანზე შეხედეთ რაღაცა ისე, ანუ 1 წუთიანებზე, აი აქვე ახლოში რო გასვიყავს, აი ხო, ის არ გაინტერესებთ თქვენ. უნდა იყოს რამე მაღალ time frame-ის ლიკვიდობა რა, აი აქ შეხედეთ, relative equal high-ი იყო, ანუ მოხსნა ეგ ლიკვიდობა, ხო? მოდი ვნახოთ. ლიკვიდობის მოხსნის მერე ნახეთ რა შვება. ან მანამდე ხო აღმავალი იყო ბაზარი. მაგის მერე აი აქ უკვე რო ჩამოვიდა, სტრუქტურა შეიცვალა, ხო? ანუ მოხდა market traction shift-ი, ანუ აქ ნახეთ პირობები ყველაფერი კმაყოფილდება. ლიკვიდობა აიღო, ხო? მაგის მერე დიდი სანთლები displacement-ი მოხდა, ანუ ფეთქებადი სანთელი იყო, ხო, მართლაც, აი შეხედეთ რამხელა სანთლებია. მოხდა displacement-ი, შეიცვალა სტრუქტურა შეიცვალა დიდი ჩახურული სანთლებით, შეხედეთ როგორ ჩამოვიდა და არა აი რაღაცა ვიქებით, აი ესეთი გრძელი ვიქით რო ჩამოსულიყო, დავეჭვდებოდი და შეიძლება არ შევსულიყავი და ამის მერე მოხდა retracement-ი, ანუ უკან ავიდა და დააბალანსა, ხო? და უკვე ჩვენი შესვლის წერტილი იქნებოდა დაახლოებით აქ, ხო? აი ასე. აი ასე, ხო? და რაღაცა მოგების თარგეტი იქნებოდა ან აი აქ, ხო? ძირში რატო? იმიტომ რომ sell side ლიკვიდობა აქ არის. აი მერე ნახეთ ზუსტად აი რო ჩამოდის, იღებს თუ არა ლიკვიდობას, ისევ ზემოთ არის რა, ნახეთ.
ეგრე ხდება ხოლმე ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში ლიკვიდობის აღებით მე რეტრეისმენტი უწევს ხოლმე ბაზარს. Sell-side liquidity აიღო ხო და შეხედეთ ხა აი აქ რო შესულიყავით მაგალითად რა, აი რავი ასე რომ დაგვეყენებინა stop loss. შევიდოდით აი აქ გავყიდიდით და აი როგორც გითხარით გახსოვთ fair value gap-ი მოინიშნეთ მეთქი, აი ან inversion მარცხენა მხარეს აი აღმავალში თუ იყო, ან ეგ მოინიშნეთ თქო. აი აქ შეხედეთ ადის ხო? ამ ზონაში ავიდა და აქ უკვე ჩვენ რადგან ვიცით რომ FVG ხო, ანუ fair value gap-ი არის ან წინააღმდეგობის ზონა და უნდა შეეწინააღმდეგოს, ჩვენი ლოგიკაც ეგ არის, თან უნდა დაებალანსებინა ხო? დააბალანსა, თან წინააღმდეგობა გაუწია და გამოუშვა ქვემოთ, ხო? აი აქაც იგივეა, აი რო ჩამოვარდა ფასი, ავიდა, რაღაც დონეს დააბალანსა, ისევ ქვემოთ ჩამოვიდა რა. ზემოთ ქვემოთ, თუ ესე მოძრაობს ბაზარი. ხო და აქედან უკვე ლოგიკურია, რომ აი აქ რო ავიდო და აქედან ქვემოთ უნდა ჩამოსულიყო. აი ეს არის 20-22 წლის მოდელი, ბეარიშის ვარიანტი არის ეს, ბულიშის ნახავთ რო დაატრიალთ იგივე იქნება, უბრალოდ ვიდეო რო არ გამეწელოს და ბევრი მოდელები განახოთ, მაგიტო იმას ვიზავ რომ აღარ განახოთ ორივე ვარიანტი, ბულიში და ბეარიში, თან ვაპირებ რომ ICT-ის ვიდეოების გადავთარგმნო მომავალში და არაფერი ესეთი პრობლემა არ იქნება, მე მგონი მარტივად გაიგებდით ამას რა. ძირითადი ეს იყო 20-22 წლის მოდელი და რაც თქვენ თქვით, უნდა დავაკმაყოფილოთ, სულ 4 ძირითადი მისი პრინციპი ხო, რომ აი ესენი იყო liquidity sweep-ი, ანუ ლიკვიდობის აღება, ხო? აი აიღო ლიკვიდობა, ქონდა displacement-ი, ანუ დიდი სანთლებით წავიდა, მერე ქონდა მარკეტის სტრუქტურის ცვლილება, მერე retracement-ი და ეგაა რა, всё retracement-ზე entry, stop loss-ი ძირზე, აი აქ, ხო? Entry აქ და target-ები იქნება buy side ლიკვიდობა სადაც არის. ეს იყო ICT-ის 20-22 წლის მოდელი. ეხლა მინდა ახსნა, რავი, optional trade entry-ს ახსნი, ან optimal trade entry, რავი, ვინც როგორ ეძახის, არ ვიცი, უბრალოდ მე მინდა რომ თქვენ ლოგიკა გაიგოთ რა არის, ხო? და ლოგიკა უკვე ასეთია, რომ მოიცადეთ Fibonacci-ს ავიღებ ახლა დაგანახებთ Fibonacci-ს თული გვინდა. გონი აქ მქონდა დახაზული, ხო, აი ესა. აი ეს დონეები ნახეთ 62-დან 79-მდე, ხო? აი ამ დონეებში ადის ხოლმე ფასი ხშირ შემთხვევაში და აი აქედან რეაქციას პოულობს და მიდის ხოლმე ქვემოთ რა. ამის ლოგიკასაც აგიხსნით, პრემიუმ დისკაუნტი უბრალოდ ასახსნელი მაქვს და არ მინდა რომ ბევრი ინფორმაცია რაღაცა ისეთი მოგაწოდოთ, რომ დაიბნეთ ან რამე რა. ეხლა დავხაზოთ ისევ მაგალითი რაიმე, ჯერ დავხაზოთ ხოლმე რომ უფრო მარტივი მისახვედრი იყოს, რომ სანთლებს შეიძლება რაღაც ვერ გაიგოთ და ამის მერე უკვე მაგალითსაც გაჩვენებთ ხოლმე, ხო? აი დაუშვათ რაღაც ფასი ესე გამორბის, ხო? ისევ ზემოთ ატრიალდა, ჩამოვიდა ქვემოთ და ისევ ზემოთ წავიდა. ეხლა ნახეთ რა ხდება რა. აი ისევ იგივე თემა არის, აი ლიკვიდობებს აკვირდებით ყოველთვის, აი ლიკვიდობა არის ჩვენი ხელჩასაჭირი, ხო? რო დავინახავთ რომ ბაზარზე იქნა აი რაღაცა ლიკვიდობა მოხსნილი, ხო? უკვე ველოდები პოტენციურად რევერსალს რა. მაგას უკვე high time frame-ის ანალიზიც უნდა, მაგრამ დიდი ალბათობაა რომ აი ეგრე მოხდეს, რომ ატრიალდება რა და რევერსალი დაიწყება. როდესაც უკვე აი ეგ სტრუქტურის ცვლილება გვექნება, ხო? და შევხედავთ რომ მართლაც აი ესე უნდა ბაზარსო, ჩვენ entry შეგვიძლია კიდე გამოვიყენოთ აი ეს Fibonacci-ს რიცხვები რა. ოღონდ როგორ ხდება? აი ამ ძირში swing low რაც იყო, აი აქედან აი აქამდე მოვინიშნავთ აი ამ Fibonacci-ს ინსტრუმენტით, ხო? და ველოდებით რომ აი ამ ზონაში ჩამოვიდეს. ანუ 62-იანიდან 79-მდე, ხო? აი ეს არის optional trade entry ან optimal trade entry, რაც გინდათ ის დაუძახეთ, მე ლოგიკას გასწავლით და აქ ამის ლოგიკა რა არის, ნახეთ?
მაგალითად, აი ხა რომ დავხაზო მარტივად რომ გავიგოთ, ხო? ჩვენ ვართ მაგალითად აი რაღაც ბაზარში ვდგავართ, ხო, რაღაცას ყიდით. მაგალითად, რავი, ვაშლს ყიდი, ხო? და 0.5 არის, აი, საწყისი ფასი, როგორც იგებ და როგორც აგებ, ხო? და მაგალითად რაღაც ვაშლს ყიდი, ხო? მე მინდა რომ ეს ვაშლი გავყიდო, როცა ძვირი იქნება, ხო? ანუ სიძვირეში თუ იყო, მაგალითად 3 ლარი თუ გახდა ბაზარზე ვაშლი, ხო? და აქამდე ლარი ღირდა. მინდა რომ 3 ლარად გავყიდო ჩემი პროდუქტი, რომ მე მეტი მოგება ვნახო, მიხვდით? და ქვემოთ უნდა წამოვიდეს ფასი. და აი ამ ადგილებში, რადგან სიძვირის ზონაა 0.5-ის ზემოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ სიძვირის ზონიდან გავყიდოთ. და როდესაც ჩვენ ვიქნებით სიაფის ზონაში, იქიდან გვინდა რომ ვიყიდოთ, მიხვდით? აი, ეგ უკვე ლოგიკურად ბანკებს უკავშირდება, იმიტომ რომ ბანკი გვაწვდის ამ პროდუქტებს, თუ ლოგიკურად დაფიქრდებით, აი ეგ ვაშლი, ხო? არის ბანკის შემოთავაზება უკვე. და ბანკებიც ლოგიკურად ეგრე მოქმედებენ ბაზარზე, ეს სანთლები მაგიტომ მოძრაობს, რომ აი სიძვირიდან ბანკი ცდილობს რომ გაყიდოს და სიაფიდან იყიდოს, ხო? აქედან გამომდინარე, აი ამ მაგალითს რო დააკვირდეთ, 50% არის აი აქ როგორც 0.5 გვაქვს, ანუ ის ფასი, რაც რეალურად ღირს, ხო? აი მაგალითად ვაშლის ფასი არის ლარი, ხო? ზოგადად სტანდარტულად ბაზარზე. მაგრამ აი შეხედეთ, აი ამის ქვემოთ არის ფასდაკლებული ზონა. ეგ არის optional trade entry-ის მუღამი და აი აქ რო შეხედოთ 62-დან 79-მდე არის აი ძალიან გაიაფებული ფასი, ხო? და ეს ტერიტორია უკვე ჩვენთვის არის ანუ უკვე სავაჭრო ზონა, რომ ძალიან გაიაფთა და თუკი როგორც ანუ ხო ბანკები აწვდიან, ჩვენ ესე ვიცით, ალგორითმს აწვდიან ბანკები ფულს და თუკი ბანკს არ აწყობს, რომ მაგალითად აი სიძვირის ზონაში იყიდოს, როცა აქ იქნება, აქ რატო უნდა ვიყიდო ბანკი იძახს, ხო? ანუ აწყობს, რომ სიაფის ზონაში იყიდოს და ჩვენ ხო აი აქ სიაფის ზონაში ვართ. ჩამოვიდა ბანკი მაგალითად უკვე სიაფის ზონაშია, ფიქრობს, ჩემთვის აი მე რო ბანკი ვიყო, ხო, ვიტყვი რომ აი კარგად გაიაფთა ფასი და აი აქედან უკვე შეიძლება რომ ვიყიდო, ხო? და ჩვენ ხო მიყვებით საერთოდ აი დიდ მოძრაობებს, ბანკებს, რავი, მარკეტ მეიკერებს და მაგათ რა და ლოგიკა უკვე ჯდება იმაში, რომ სიაფეში ვიყიდო. მიხვდით? თელი ლოგიკა ეგაა. აი ამ optional trade entry-ს რო ჩამოდის და მერე სიაფის ზონიდან ყიდულობ. ეხლა რიც იმას შევალ, რა ქვია, აი ამ setting-ებში ორჯერ რო დააწვევით აი ამას, რავი. ან Fibonacci ზონა აი აქედან უნდა გადმოიტანოთ, Fibonacci retracement რო აწერია. ეს ინსტრუმენტიც ბევრ რაღაცაში დაგეხმარებათ და აი ეს ციფრები ჩაიწერეთ უბრალოდ თქვენთან, ხო? აი ეს ციფრები გამოგადგებათ, უბრალოდ სიაფის და სიძვირის ზონის დასადგენია და აი ეს 62-დან 79 დონემდე რაც არის, ეგ არის ოქროს შუალედი, ეგრე ეძახიან, რომ აი მანდიდან ხშირად რეაქციები აქვს ხოლმე და მართლაც მასეა რა. მოდით ახლა რო აღარ დავიბნეთ რაღაცა, უკვე გადავიდეთ მარკეტის მაგალითზე, ხო? და აი აგერვე რა უცებ რო ავიღოთ რაიმე მაგალითი, აი ეს მოვნიშნოთ ახლა. ყველგან აი ყოველთვის ხდება ხოლმე რა, რომ აი ჩამოდის მაგ სიაფის ზონაში, მაგედან მიდის მერე. მოვინიშნოთ ისე Fibonacci-ით, ხო? აი აქ შეიძლება დავადო. და დაახლოებით ეს, ხო? აი ახლა შეხედეთ თუ დააკვირდებით, ხო? აი აქედან, აი ამ ძირიდან აი ამ თავამდე, ხო? შეიქმნა რაღაც დიაპაზონი, არა? აი რამხელა დიაპაზონი იყო, ხო? და აი ეს არის უკვე აი ეს მოძრაობა, რაც გააკეთა, ხო? ეს არის ჩვენი სიძვირის ზონა ზემოთ და ქვემოთ არის სიაფის ზონა, ხო? ლოგიკურად ჩვენ რას ვფიქრობთ, რომ
ანუ როდესაც ჩამოვა სიაფის ზონაში, ანუ აი აქ როდესაც ჩამოვა, აი 50-იანის ქვემოთ, უნდა ვიყიდო მე. ხო ლოგიკურია, რომ აი აქ უნდა ვიყიდო სადმე და მანამდე რა ვშვები, არ ვაჭრობ მანამდე რა. ველოდები, რომ ჩემთვის სასურველი აი რაღაცა მოხდეს ბაზარზე, რომ მაგის მერე დავიწყო მეყიდვა. ნუ თუ აღმავალია ბაზარი, აი მაგ დროს უკვე ველოდები, რომ ვიყიდო, ხო? აი ლოგიკურად აქ რო ჩამოვიდო და დააკვირდებოდი თქვენ, რა მოხდა, აი მაგალითად რატო უნდა ვიყიდო? აი აქ რაღაც ლიკვიდობა იყო დაგროვებული, ხო? ლიკვიდობა მოხსნეს და წავიდა ზემოთ, ხო? აი ასე შეგიძლიათ რომ ივაჭროთ ეს მოდელი optional trade entry, ხო? ძალიან მარტივია, მე მგონებს არ არის რთულად გასაგები და უბრალოდ კიდე ერთადერთი რაც მინდა რომ გითხრათ, ბანკების მოძრაობები ხდება ხოლმე დიდი სანთლებით რა, ანუ დიდი მოძრაობა აქვს, რაღაცისკენ მიდიან, უკვე ფულს რო აწვდიან, მიხვდით? აქედან გამომდინარე მოინიშნეთ ხოლმე ბაზარზე დიდი მოძრაობები. აი ამ optional trade entry-ით, რომ გაიგოთ სადაა სიაფის და სიძვირის ზონა, ხო? მოდი, ეხა ეს იყო optional trade entry. კიდე ავხსნათ, რავი, unicorn მოდელია, კიდე ICT-ის, ეგეც კაი მოდელია. მოდი დავხაზოთ უცებ ესე, ხო? ჩვენ ვისწავლეთ უკვე order block-ი რა იყო, breaker block-ი რა იყო, fair value gap-ი, ხო? და აქედან გამომდინარე, აი ეხა უნდა ავხსნა breaker block-ის და fair value gap-ის თანაკვეთა. ანუ ნახეთ, breaker block-ი გაგახსენით რა იყო? როდეს, ანუ order block-ი, რომელიც დაადისრესპექტა ფასმა, ხო? აი, აქ ხო იყო order block-ი. ფასი არის დაღმავალი და თუ კი ქვემოთ უნდა წამოსულიყო და პატივი ეცა, მაშინ order block-ი იქნებოდა, მაგრამ აი ესე ქვემოთ ჩამოვიდოდა, ხო? მაგრამ როდესაც ამ order block-ს გადაცდება, გახდება breaker block-ი, ხო? თუ კი breaker block-ი გახდა, უკვე უნდა შეეწინააღმდეგოს, ნახეთ? აი ეს breaker block-ია და ამაში რო ჩამოვა ფასი, უკვე რეაქცია უნდა ნახოს და წავიდეს, ხო? და შეწინააღმდეგების ზონა. ხო და ჩვენ უკვე ნახეთ რა სწავლობთ, რა მოდელია breaker block-ის და fair value gap-ის თანაკვეთა. ნახეთ, ანუ ორმაგი შეწინააღმდეგება აქვს. ანუ ეს არის breaker block-ი, ხო? და აი აქ შეიქმნა fair value gap-ი. FVG, ხო? აი ეს, ხო, არის უკვე unicorn მოდელი fair value gap-ში და breaker block-ში რო ჩამოდის და აქედან რეაქცია უნდა იპოვოს, ნუ ლოგიკურად შეგიძლიათ პოზიციაში აი აქედან შესვლა, ხო? სტოპი ან აქ დააყენეთ, ან სადმე ისე თუ საფრთხო ადგილას, ნუ უფრო ამათ ქვემოთ დააყენეთ ხოლმე, რომ თუ ამასაც ადისრესპექტებს უკვე ძალიან იშვიათია ხოლმე, რომ დაიჭიროს რა მაგ stop loss-მა და აქ შედით ხოლმე, უბრალოდ აი რეაქციებს დააკვირდით, ნამდვილად არესპექტებს თუ არა. ამას უკვე გამოცდილებიდან მიხვდებით ხოლმე, მაგრამ მე უფრო შესვლის წერტილებს, მოდელებს ვხსნი, რას უნდა დააკვირდეთ, უკვე თქვენ ერთ წუთიანზე რო გინდათ შესვლა ხოლმე, ხო? ეს იყო unicorn მოდელი, რავი, რამე მაგალითი ვნახოთ უცებ. ეს არის order block-ი. რატო? იმიტომ რომ გადაცდა აი აქ და ფასის მიწოდება შეიცვალა, ხო? მე როდესაც ჩამოვიდა და დაადისრესპექტა ფასი, ნახე, აი მოვნიშნავ რომ ესეც არ იყოს რამე ისეთი გაუგებარი. აი შეხედეთ, აქ ხო იყო order block-ი, აი ამ ადგილას. როდესაც order block-ი დაადისრესპექტა, გახდა breaker block-ი, ხო? და breaker block-ში რო ატრიალდა ფასი, შეხედეთ, აი იქიდან ქონდა რეაქცია ზუსტად. breaker block-ის და fair value gap-ის თანაკვეთა თუ კარგად დააკვირდებით. ნახეთ, breaker block-ი და აი აქ პატარა fair value gap-ები რო გვაქვს, იმათი თანაკვეთა, ანუ შედის აი ამ breaker-ში და
fair value gap-ის თანაკვეთაში და ფასი მოდის ქვემოთ რა. მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაგებაც. ნუ შეხედეთ ხოლმე მარკეტზე შედით, ეს მაგალითები გადაიტანეთ. კარგად დააკვირდით ხოლმე, აი როგორ შვება, რა შვება, ეს უნიკორ მოდელი რა არის, ხო? ეხლა ავხსნათ liquidity rate-ები, მეგობრებო, ან turtle-soup-ი, Judas-ი ან რაღაც აი რასაც ეძახიან, ყველაფერს ეძახიან ამ liquidობის აღებას. უბრალოდ მინდა ლოგიკა აგიხსნათ, რომ როდის შეიძლება რომ შეხვიდეთ ხოლმე ამ liquidობის აღების მერე ვაჭრობაში, ხო? და აი ეხლა მოდი უბრალოდ რაიმე მაგალითი ავიღოთ. აი აქ იყო liquidობა დაგროვებული, ხო? და რა, ანუ როგორ შეგვეძლო რომ მაგალითად აი აქ შევსულიყავით, ხო? ანუ ზოგიერთ მოდელში მე ვიყენებ ხოლმე ცოტა უცნაურ ტექნიკებს, ანუ მაგალითად, როდესაც დავინახავ რომ აი ესე დიდი მოძრაობით ჩამოვიდა liquidობისთვის, ხო? აიღო აი ეს liquidობა და ფასი უკვე ტრიალდება და იმავე სიძლიერით მიდის ზემოთ. ველოდები ხოლმე რომ აი ფასი აი ამ რეინჯში შევიდეს, თუ დარწმუნებული ვარ რომ ფასი უნდა გაიქცეს, ხო? და entry-ს ზონა შეიძლება ანუ არც დამიტოვოს, რა, აი რაღაცა entry-სთვის ადგილი აღარაა რა, აი გარბის ფასი, ხო? ხანდახან მე ვიყენებ ხოლმე ანუ ესეთ რაღაცას, რომ ველოდები რომ ფასი როდესაც ჩამოვა და აიღებს ამ liquidობას, დაბრუნდეს თვითონ ამ რეინჯში, ხო? ანუ რეინჯს ვეძახი რომ liquidობის მერე რასაც აიღებს, აი იმ ანუ ამ ლურჯი ხაზის ზემოთ რო ატრიალდეს, ხო? და ამის ატრიალების მერე უკვე თვითონ აქ ვაკეთებ ხოლმე entry-ს რა. რავი, ეს უბრალოდ ცოტა საშიშია, ესეთი entry-ები, ანუ გამოდის რომ თქვენ გინდათ რომ ძირი იპოვოთ, ხო? ანუ რომ აი ეს ძირია და აი ვიპოვე და გაიზარდა, მაგის მერე შეიცვალა სტრუქტურა. ესეთი entry-ები ჯერ რახან დამწყებები ხართ არ გინდათ, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, აი რომ ვიყენებ რა, მართლა ვიყენებ. უბრალოდ entry მოდელიც არაა რა, უბრალოდ ეს არის რომ იცი რომ რაღაც უნდა მოხდეს და ელოდები უბრალოდ ამ რეინჯში, დიაპაზონში შესვლას ხოლმე რა. ეხლა ჩვენ ვინც გვასწავლის, ხო, ICT. ეს კაციც იყენებს მასეთ რაღაცებს, ძალიან ხშირად აკეთებს, აი როგორც მახსოვს 17 აგვისტოს გააკეთა ეგეთი რაღაცა, ნუ სულ ხშირად აკეთებს ხოლმე, მაგრამ 17-ში მახსოვს ბოლოს რაღაც ხონდა დადებული, პროსტა მაგალითი ვნახოთ. აი სადღაც აქ იყო, აი აქ იყო, ნახეთ. ტიპი შედის უბრალოდ აი აქ, liquidობა ხო აიღო ბაზარმა, შეხედეთ, აქ ექვალები იყო. აი ეს აიღო. ბაზარმა აიღო ეს რაღაც liquidობა. ხო? და ამ liquidობის აღების მერე დაამუღამეთ ტიპი აი აქ შედის, აი თავიდან აქ შევიდა. სტოპი დაახლოებით აი ესე ეყინა, რავი, სად ეყინა არც ვიცი, უბრალოდ იმას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. და აი აქაც რამოდენიმე შესვლა გააკეთა რა, ანუ დაამატა აქ კონტრაქტები და უბრალოდ მე იმას გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი რა, შესვლის წერტილები და რაღაცები უკვე გამოცდილებაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად იცნობ მარკეტს, თვითონ ამ NASDAQ-ს, ხო, როგორ ვაჭრობენ და რაღაც რა. და აი უბრალოდ შესაძლებელია თუ თქვენ აზრს ვაჭრობთ, ანუ ლოგიკას თუ ვაჭრობთ და იცით რომ აი ამას რო აიღებს, იმის მერე უნდა წამოვიდეს ქვემოთ. რეალურად თქვენ აზრი უნდა ივაჭროთ, ისიც არა რომ აი entry მოდელი მინდა. ეგ არის პატერნული ვაჭრობა, რომ აი entry მოდელი თუ არ გამიკეთა, ანუ არ ვივაჭრებ ან რაღაცა რა. მე უბრალოდ იმას განახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს რეალურ მარკეტზე. უბრალოდ აი ეს კონცეფცია, ვინც აგვიხსნა და ეს entry მოდელები, აი ესე მოდელის გარეშე შედის, იმიტომ რომ გაიგო რომ liquidობა მოიხსნა ბაზარზე და აი 4 entry ქონდა აი ამ ადგილას გაკეთებული რა. თან აი ხო კონსოლიდაცია 4-ვეჯერ ქონდა entry გაკეთებული, თავშიც გააკეთა, მერე აქაც. უბრალოდ ამით იმას გეუბნებით, რომ შესაძლებელია რომ აზრი ივაჭროთ, მიხვდით?
და არა პატერნულად entry მოდელები. მე კარგადანია უკვე entry მოდელებით ეგრე არ ვაჭრობ, მაგრამ თუ ხდება ხოლმე plus confirmation-ი, ანუ გიდასტურებთ, რომ აი მართლა შეიძლება რომ ის რაღაც მოხდეს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თუ კი ხედავ ხოლმე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ლიკვიდობა უნდა მოიხსნას, მაგალითად, აი აქ ჩვენ ვისწავლეთ კიდე ხა PDR-ი, ხო? ანუ პრემიუმ დისკაუნტი, სიძვირის და CAP-ის ზონა, როგორ მუშაობენ ბანკები, ანუ ეს თუ ფიქრობდა მაგალითად ეს კაცი, რომ პრემიუმში ავიდა, ხო? ანუ ძვირი არის უკვე და ბანკებისთვის ლოგიკურია რომ გაყიდონ, ხო? ძვირი გაყიდონ და მეტი ხეირი ექნება. ხო ლოგიკურია. აქედან გამომდინარე, რაღაც სიძვირის ზონაში ვიყავით, ხო? ლიკვიდობა ან ფული მოიხსნა, ქვემოთ კიდე ბევრი თარგეტები ქონდა, ეს ძირები რაღაც ასაღები იყო სულ, ხო? და აქედან გამომდინარე, უკვე შეიძლება რომ მარტო აზრი ივაჭრო, მიხვდით და entry მოდელს არ დაელოდოთ. აი ეს უნდა გაითვალისწინოთ, მერე უკვე თქვენი გამოცდილების მიხედვითაც რომ დააგროვებთ, უფრო მიხვდებით რომ ეს entry მოდელები უფრო პატერნულია, მაგრამ რახან დამწყებები ხართ, მაგიტო გიხსნით რომ entry მოდელები ეძებოთ ჯერ და ასეთი რაღაცეები ცოტა მერე გააკეთოთ ხოლმე რა. კიდე არის fair value gap-ის continuation მოდელი, ანუ მაგალითად აი ესეთ რაღაცას რო აკეთებს ხოლმე ფასი, აი აქ სამ სანთელს შორის იცარიელია და აქედან რო ვაჭრობთ ხოლმე, ეგეც entry მოდელია ერთგვარი, აი მაგალითად 15 წუთიან fair value gap-ში ჩამოვიდა, შეეწინააღმდეგა, ხო? და აი ამ ადგილას ჩვენ ველოდებით ხოლმე displacement, ანუ 1 წუთიანზე გვინდა ხოლმე რომ აი დიდი მოძრაობა ვნახოთ, დიდი სანთელი, ხო? და უკვე აქაც entry-ს ვაკეთებთ ხოლმე რა, რომ აი რეალურად დაგვიდასტურა, რომ ზემოთ უნდა მართლა წასვლა რა. ძირითადად entry მოდელები ეს არის არ მინდა რომ რამე ძალიან ისე დავტვირთო ეს მასალა, რომ რაღაც ვერ გაიგოთ რა, ჯერ რადგან დამწყებები ხართ, უბრალოდ ძალიან მინიმალურს გაძლევთ, რომ შეხვიდეთ თქვენ ჩარტზე, გადაიტანოთ ეს ყველაფერი, ეძებოთ მაგალითად, რომ სად არის მაგალითად unicorn მოდელი, ან ეს პრემიუმ დისკაუნტი როგორ მოვინიშნო, ხო? მე გითხარით პრემიუმ დისკაუნტი უნდა მოინიშნოთ, დიდი სანთლები სადაც იქნება, იმიტომ რომ ბანკები აწვდიან ალგორითმს ფასს და ალგორითმი ამოძრავებს უკვე ამ სანთლებს, ხო და ლოგიკურად, მაგალითად, ბევრი ფული მიაწოდა ალგორითმს, ხო, ბანკმა. ლოგიკურად ალგორითმი ფასს გაზრდის, ხო? ანუ რაღაც ზემოთ, ძალიან ზემოთ წავიდოდა. აქედან გამომდინარე, თუ კი ვიცი, რომ ბანკის ნაბიჯი დავინახე და დიდი მოძრაობაა, ხო? აქედან გამომდინარე, მაგ ბანკის ნაბიჯს, ანუ რა უნდა ბანკს, მოვინიშნა უკვე ამით, ხო? ანუ აი ეს რო გააკეთა ბანკმა, ფული რომ მიაწოდა, ხო? და რაღაც დონეზე აი აქ გაჩერდა რაღაცნაირად, და ესე გაჩერდა, ხო? უკვე ბანკის ნაბიჯი დავინახე მე, ნახეთ? ან 0-დან 1-მდე, ხო? ეს უკვე ბანკის ნაბიჯია და რეალურად აი ზემოთ უკვე მე ვიქნები გამყიდველი, აი აქამდე, წითელ ზონამდე ქვემოთ, ხო? და ქვემოთ რო ჩამოვა ფასი, აქ უკვე მყიდველი ვიქნები. ხო ლოგიკურია. ეს იყო პრემიუმ დისკაუნტის, ანუ სიძვირის და CAP-ის ლოგიკა და ბანკების ან ნაბიჯების პოვნა, მოინიშნეთ ხოლმე დიდი მოძრაობები. გადადით ჩარტზე მაგალითად აი ეგ 20-22 წლის მოდელი განიხილეთ ხოლმე liquidity sweep-ი, აი ის 4 ძირითადი ნაბიჯი დააფიქსირეთ ხოლმე. მაგ 20-22-ის მოდელზე კიდე ძალიან ბევრია სალაპარაკო, უბრალოდ ამ ერთ პატარა ვიდეოში ვერ ჩავატევ, იმიტომ რომ თვითონ ICT-ის 1 თუ 53 ვიდეო აქვს დადებული და მე ერთ ვიდეოში რანაირად მოვახერხო, ეგ არ ვიცი რა. რავი, შეხედეთ ხოლმე მაგ optional trade entry-საც Fibonacci-ის ლეველები რაც იყო, აი ეს რაც დაგანახეთ. დაასტოპეთ ის ვიდეო, აი აქ ციფრები მოინიშნეთ, ხო? აი ეს ციფრები მოინიშნეთ და რავი რა, ძირითადად ახლა ეს იყო ისეთი არაფერი არ მინდოდა რომ მეთქვა რა. უბრალოდ თქვენ თავზე მოგიწევთ უკვე მუშაობა. აი ამას ისწავლით
შეიძლება ესე შეხედოთ, რომ იცი რა, გავიგე ეს ყველაფერი რა, მაგრამ ეხლა თუ არ გადახვალთ ამ ვიდეოს რომ მორჩევით, აი ეგრევე გადადით ჩარტზე, აი უბრალოდ გადახვალ ჩარტზე და გადაიტან ამ ყველაფერს. დაიწყებ ძებნას, რომ აი ეს რა არის, ეს სად არის, აი ესეთი რაღაც უნიკორნ მოდელი სად ვნახო, ხო, აი რაღაცა აი ეს მოდელი რაღაც სად ვნახო, fair value gap-ის და breaker-ის ანაკვეთა, ან მაგალითად turtle soup-ები, მე როდესაც სწავლა დავიწყე, ხო? და ეს 20-22-ის მოდელი მქონდა და 20-22-ის მოდელი საერთოდ როცა ხდება ხოლმე რა, ეხლა როგორც ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, მარკეტი რო სტრუქტურას იცვლის, ანუ ბულიშიდან ეს ხო ბულიში აღმავალი მოძრაობაა რა და ასე რომ გადმოდის და სტრუქტურას იცვლის, აი მაშინ ხდება ხოლმე ეგ 20-22-ის მოდელი რა. ანუ რაღაც აღმავალიდან რო დაღმავალში გადმოდის, მაშინ ხდება ხოლმე. ეს უკვე ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ის ვქენი, ხო? მივხვდი რომ აი ესე იყო, რომ აი აქ მაგალითად ხო, აი ამ ძირს, აი ეს არიღებს, ხო? და თუ კი აღმავალი იყო, მაშინ მაინც აი ესე უნდა გაეგრძელებინა ფას, მაგრამ ჩვენ ფასმა აი ესეთი რაღაც რო გაგვიკეთა, უკვე მე ბეარიშს ვფიქრობ, რომ ბეარიშზე წამოვა და თუ დააკვირდებით, აი ეს ლიკვიდობის აღებაა, ხო? ფასი რო ჩამოვიდა, თუ დისპლეისმენტით მოდის და სტრუქტურას გვიცვლის, უკვე 20-22 მოდელს გავს და რეტრეისმენტსაც თუ გააკეთებს, ხო, უკვე ეგ არის რა. ასევე 20-22 მოდელს, ხო, მარტო ერთწუთიანებში არ უყუროთ ხოლმე, 1 წუთიდან 5 წუთის ფარგლებში უყურეთ ხოლმე, რომ entry-ის მაშინ ხედვა ჩამოიყალიბოთ, შეიძლება 2 წუთიანზე გადახვიდეთ, 3 წუთიანზე, 4 წუთიანზე და 5 წუთიანზე. აი, მაგ 5 წუთის მაშინ დიაპაზონში ეძებეთ ხოლმე ეს 20-22 წლის მოდელი, იმიტომ რომ ხანდახან არ ჩანს ან 1 წუთიანზე და 2 წუთიანზე, ხო? რავი, ძირითადად ეს იყო, რომ ამ თავარი საქმე რაც მინდოდა რომ მეთქვა, იმედია რომ რამეში დაგეხმარებით, უბრალოდ მე თავიდანვე გითხარით, რო დავიწყეთ ეს ვიდეო, მგონი პირველივე ვიდეოში ჩავწერე, რომ თქვენ თავზე ძალიან ბევრის მუშაობა მოგიწევდათ, არ იყო ის, რომ აი მაგალითად მარტო buy და sell ღილაკი გავყიდო და ვიყიდო, უნდა შეხვიდეთ ძველ ფასზე, ანუ გავლილ ფასზე უნდა გადაიტანოთ ეს თქვენი დაკვირვებები, ხო, ის რა გააკეთა, ეს რა გააკეთა, რაღაცა აღმავალი მოძრაობა, ეს რატომ მოხდა, ხო? თქვენ უკვე ბევრი იარაღი გაქვთ, ანუ ბევრი ინსტრუმენტი გაქვთ იმისთვის, რომ უკვე შეხვიდეთ, დააკვირდეთ, იცით რატომ მოძრაობს მარკეტი, ანუ იმიტომ რომ ფულის და დაბალანსების გამო, ხო? ძალიან ბევრი რაღაცა გაქვთ, თქვენ უკვე და ხედვაცა გაქვთ მარკეტზე, power of 3-ის ხედვა გაქვთ უკვე, ანუ 3-ის ძალა, ხო, ეგრე ითარგმნება ქართულად. უკვე იცით რაღაცა მექანიკა თუ როგორ მოძრაობს მარკეტი და აი ძალიან დიდი ინფორმაცია გაქვთ უკვე რა. უბრალოდ თქვენი დაკვირვებაა საჭირო, ხო? რომ მიხვდეთ, რომ აი აქ უკვე ბაზარი აი ამას შვება, აქ ამას შვება. 20-22-ის მოდელი გადაიტანეთ. ძირითადად ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა. მადლობას გიხდით, რომ მიყურებთ, რავი, თქვენთვის თუ მართლა სასარგებლო ინფორმაცია იყო, რავი, გამოიწერეთ არხი და შემოგთავაზებთ ხოლმე ესეთ ვიდეოებს რა. შემდეგ ვიდეოში უფრო საინტერესო რაღაც ინფორმაციებს მოგაწვდით, იმიტომ რომ რეალურად უკვე აქედან იწყება ტრეიდინგის სწავლა რა. ეს იყო უკვე ბეისიკები, რაც ჩვენ შევისწავლეთ. ანუ როგორ შეგვეძლო რომ აი მინიმალურად მაინც ხედვა რო ჩამოგვეყალიბებინა და უკვე გამოცდილების დაგროვებას ვიწყებ ტრეიდინგში და ვფიქრობ რომ შემდეგ გაკვეთილში ავხსნი market maker-ის მოდელს, ანუ ბაზრის შემქმნელის მოდელს რა, buy და sell მოდელია. ყველაფერს ავხსნი, ოღონდ დეტალებში არ ავხსნი იმასაც ისე ავხსნი რაღაც აი ისე რომ გაიგოთ, მაგრამ დეტალებში ახსნას ვაპირებ უკვე თვითონ როგორც ICT ხსნის, აი ყველაფერს დრო, ფასი, რა როდი შვება, როგორ შვება, მაგას უკვე მე დეტალებში ავხსნი. ეხა ეს რადგან დამწყებებისთვისაა ვიდეო, არ მინდა რომ ძალიან დავტვირთო რა. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და ნახვამდის.